საქართველოს საკითხს განიხილავენ ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 26 ივნისს კი ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება. Როგორც ცნობილია, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი ლობირებს. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა რამდენიმე დღის წინ ილაპარაკა. საგულისხმოა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საფუძველი ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაც ხდება, რაზეც მუდმივად ჩვენი პარტნიორები მიუთითებენ. უვიზო რეჟიმის შეჩერებისთვის მხოლოდ ბლოკის წევრების 2/3 მხარდაჭერაა საჭირო და არა ერთსულოვნება, როგორც ეს პერსონალური სანქციების შემთხვევაშია. ნუცა ბახუტაშვილი განაგრძობს საუბარს თემაზე პირდაპირ ეთერში. ნუცა, გისმენთ. გიორგი, ახლა საინტერესოა, რა საპასუხო ზომებს მიიღებს ევროკავშირი ოლიგარქის მთავრობის წინააღმდეგ. ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომა თბილისის დროით 11 საათსა და 30 წუთზე დაიწყება და მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი უხელმძღვანელებს. დღის წესრიგში მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებთან ერთად დგას საქართველოს საკითხით. საგარეო საქმეთა მინისტრები იმშელებენ 3 საკითხზე: ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციაზე, სანქციების დაწესებასა და უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაվել ჰერჩინსკიმაც. ოპოზიციის შეფასებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანქციებისა და უვიზო მიმოსვლის საკითხი, რაც ცალსახად უკავშირდება ადამიანის უფლებების პერმანენტულ და უხეშ დარღვევას, ასევე დემოკრატიის უკუსვლასა და გაუარესებას. ოპოზიციაში იმედოვნებენ, რომ სანქციების კუთხით საბჭოზე მყარ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებისათვის ბლოკის მხოლოდ 2/3 მხარდაჭერაა საჭირო და არა ერთსულოვნება, ანუ 27 ქვეყნის თანხმობა, როგორც ეს მაგალითად პერსონალური სანქციების დაწესების შემთხვევაში ხდება. მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა მიიღო ახალი რეგულაცია, რომელიც ვიზების თავისუფალი მოსვლის შეჩერებას გამარტივებულ წესს გულისხმობს, ეს საკითხი დადგა ევროკავშირის დღის წესრიგში და კომისიაზე მსჯელობა სწორედ ამას ემსახურება. მთავარი ცენტრალური ხაზი იქნება სწორედ ვიზების საკითხი, მეორეული არის დეზინფორმაცია და ასევე ადამიანის უფლებების დარღვევები საქართველოში. ანუ ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც შორდება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ კურსს, რაც საქართველოში შეინიშნება და ასევე დარღვეული ადამიანის უფლებები, რომელიც არ ემთხვევა ევროპის და ევროკავშირის ღირებულებებს ადამიანის უფლებების კუთხით, ის სახელმწიფო აღარ უნდა სარგებლობს პრივილეგიებით. სწორედ ამას განიხილავენ და ეს მარტო საქართველოს არ შეეხება. ევროკავშირი ქართული ხალხის სწრაფას ევროკავშირისკენ მხარს უჭერს და განიხილავს კანდიდატ სტატუსის მფლობელი ქვეყნის იმ საკითხს, რომელიც ავტორიტარიზმისკენ სვლას, ანტიდასალურ პროპაგანდას და ზოგადად დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯებს ეხება. შესაბამისად, რა თქმა უნდა, განსახილველ საკითხებს შორის არის უვიზო მიმოსვლაც, რომელსაც არ აქვს დიდი მხარდაჭერა ევროკავშირში, გამომდინარე იქიდან, რომ იციან ძალიან კარგად თუ რას ნიშნავს ქართული ხალხისთვის თავისუფალი მიმოსვლა და მე იმედი მაქვს, რომ უვიზო რეჟიმის შენარჩუნება მოხდება და სანქციები იქნება მხოლოდ რეჟიმის მიმართ დაწესებული. ჩვენ ხედავთ ივანიშვილის რეჟიმი ტირანია, რას უშვება პოლიტიკურ სისტემას, დემოკრატია ქვეყანაში გაუქმებულია, პოლიტიკოსები ციხეში არიან სინდისის პატიმრები ქვეყანაში და ამ პირობებში ცხადია ევროპარლამენტმა და ევროსტრუქტურებმა უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით, რომელიც არა მხოლოდ მსუსხავი ეფექტის უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს დამანგრეველი ძალის, რომელ ნანგრევებში მოყვება მთლიანად ივანიშვილის სისტემა. ჩვენ გვაქვს ეს მოლოდინები და დარწმუნებული ვარ, ამაზე იქნება მსჯელობა და იქნება კონკრეტული გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები სწორად აღიქვამდნენ იმ რეალობას, რაც რეჟიმმა შექმნა საქართველოში. ეს არის სრული სვლა დიქტატურისაგან. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ნაბიჯებიც იქნება შესაბამისი, რაც უნდა დაუპირისპირდეს ასეთ რეჟიმებს. თუ კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირის, რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია მხოლოდ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაბიჯები იქნება ძალიან მძიმე რეჟიმისათვის, ხოლო არ დააზიანებს ქართული ხალხის ინტერესებს. საბჭოზე განსახილველი მთავარი საკითხია რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრები იმშელებენ ჩინეთსა და ევროპის უსაფრთხოებაზე. მთავარ საკითხთა შორისაა ვითარება ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში. გაიმართება მსჯელობა ისრაელის მიერ ირანზე შეტევასა და ირანის საპასუხო დარტყმებზე. რაც შეეხება საქართველოს, მნიშვნელოვანი იქნება მსჯელობა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი მესამე ქვეყნებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის განახლებაზე შეთანხმდნენ.